გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და გამომწერებო. პირველი რაც მინდა აღუნიშნო არის ერთი მონაწერი, რომელმაც წეღან მიიქცია ჩემი ყურადღება, ანა მოსეშვილი. მოუწოდებს ხალხს, რომ რესტორნებში რომ დადიან და ესე და ესე დაეხმარეთ ამ კაცო, რა დაგემართათო. ძვირფასო ქალბატონო ანა. ადლობელი ვარ, რომ ასე განიცდით ჩემს მდგომარეობას და ასეთი სიტყვებით მოუწოდებთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ჭირდება ჩვეულებრივ ადამიანს ასეთი რამის თქმა, მაგრამ ჩემ პოზიციას გეტყვით ამასთან დაკავშირებით. იყო ასეთი მომენტი, როდესაც ერთი დიდი წმინდა მამა, წმინდა პიმენი, მარხვაში ერთ სავანეს ესტუმრა. წმინდა მამათა ცხოვრება გადმოგვცემს ასეთ რამეს. და ბევრი რო არ გამიგრძელდეს საუბარი, დახვდნენ ახლა დიდებულ წმინდა მამას და გააკეთეს ტრაპეზი და სანამ ამ ტრაპეზს შემოუსხდებოდნენ, იყო იქ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავისი მოძმეები არ ექცეოდნენ კარგად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ცოტა ჩაგრავდნენ, ასე ვთქვათ რა. და ტრაპეზს რომ უნდა დამსწარიყვნენ ტრაპეზზე, ერთ-ერთმა უთხრა, შენ ბიჭო, მიმართა, აქ რომ დამდგარ ხარო, ვერ ახედავ, წყალი არა გვაქვსო ჩვენო და აიღეო ახლა წყლის ჭურჭელიო და მოიტანე წყალიო. წმინდა მამის ეს ყურადღება მანამდეაც მიიქცია ასეთმა მოქმედებამ ამ ხალხის ამ ბიჭის მიმართ, ახალგაზრდა ბიჭის მიმართ. ამ ბიჭმა აიღო ეს წყლის ჭურჭელი და წავიდა და წყალი რამდენიმე კილომეტრში იყო და როდესაც დაბრუნდა იქიდან, ტრაპეზი დამთავრებული იყო უკვე. წმინდა პიმენმა გაიხმო ის და უთხრა, შვილო ჩემო, შენ ხვდები, შენი მოძმეები როგორ გექცევიანო? როგორ ვერ ხვდები, წმინდა მამაო? აბა, რეაქცია რატომ არა გაქვსო? რაიმეს რატომ არ გამოხატავ ამასთან დაკავშირებითო? წმინდა მამაო, მე ამ სავანეში რომ მოვდიოდიო, ვიცოდიო, რომ გარკვეული წლებიო, უნდა გამოცდილიყო ადამიანი სანამ ბერობის ღირსი გახდებოდაო, მონაზვნობის ღირსი გახდებოდაო. და მე ძალიან ცოტა ხანია ჯერ მოვედიო აქო და ესენიო, ბოროტებით და ჩემ დასაჩაგრად კი არ მოქმედებენ ასეო, ჩემი მოძმეებიო. ამით უფალი მცდიისო. აბა, შემზულდება თუ არა მე ადამიანიო. ეს ჩემი გამოცდაო. გაგიჟდა წმინდა მამა, ესე იგი, გაოცებული დარჩა ამის ფაქტიურად კაცმოყვარეობით. ცხოვრება გავიარე მე, ქალბატონო ანა, 65 წლის ვარ უკვე. მართალია ქალბატონი ეთერი მწერს, რომ არ გეტყობათ ბატონო თამას და ამბობ თუ ესე, რომ ავათხართო, მაგრამ კი, გულის გაკეთება კარგია, განაცუდია, მაგრამ ფაქტია.
და რატო გეუბნებით ამას ქალბატონო ანა, იცით, მე შემეძლო დამეწერა იმ კომენტარზე მომეწერა, მაგრამ აქ ჩავთვალე უფრო საჭიროდ, რომ ეს მეთქვა. ცხოვრებამ მრავალი გამოცდა მომიწყო ამასთან დაკავშირებით, რომ შემძულებოდა ადამიანი და მე რომ ამას ავყოლოდი და მე რომ ეს ისე მიმეღო, რომ ჩვეულებრივად ადამიანებისგან წამოსული სიძულვილისთვის ფაქტიურად მეპასუხა თუნდაც იმით, რომ მეც შემძულებოდა ადამიანი, მაშინ ამ ნაწარმოებებს, ამ ქრისტიანული ხასიათის ნაწარმოებებს და ამ ქრისტიანული მორალით, მოდი ვთქვათ, რა ქვია, გაჯერებულ ნაწარმოებებს ვეღარ შევქმნიდი. ვეღარ იგრძნობოდა ჩემს ნაწარმოებებში სიყვარული და სითბო, რაც პირველ რიგში ქრისტესგან მოდის. ამას მე ვეღარ შევქმნიდი, ქალბატონო ანა. და ეს რო ჩამეთვალა, რომ ადამიანებისგან მოდის, კი, შეიძლება თითოეული ადამიანი თავად აგებს და ასედაც არის ღვთის წინაშე პასუხს და თავის მოქმედებაზე აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ რისთვისა ვართ ადამიანები და რისთვის შევყურებთ უფალს? იმისთვის, რომ ჩვენც იგივე გავიმეოროთ და გავბრაზდი უფალო და ამიტომ მეც შემძულდა ის. ეს არის პასუხი ჩვენი, ეს უნდა იყოს პასუხი. ერთხელ მეუფე თადეოზმა მითხრა. მეუფე თადეოზმა 2013 წელს მოთხრობების კრებული გამომიცა თავისი წინასიტყვაობითა და ლოცვა კურთხევით და ჩემი უფროსი მეგობარი იყო მეუფე თადეოზი, რომლის მსგავსი ადამიანი მე არც საერო ცხოვრებაში შემხვედრია და არც სასულიეროში. იმდენად თავმდაბალი ადამიანი იყო და იმდენად უბრალო. სტამბაში ვიჯექით მახსოვს, ჩემი წიგნი დაიბეჭდა და ამას აღნიშნავდით. უბრალო მუშები მოიხმო დირექტორის სიმაში ვიჯექით რა და დაუძახეთო ყველაო მუშებსო. და ეს ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ძირითადად და ესენი შემოიყვანა, ამ უბრალო ხალხში უყვარდა ჯდომა მეუფეს და ეს ბიჭები მახსოვს უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ და ამ ხელა ამ დონის პიროვნების გვერდით რო იჯდნენ და მეუფეს, ესე იგი, რო დაინახა მეუფემ, რომ ესენი საჭმელსაც ვერ იღებდნენ, თავისი ხელით გადაუღო ყველას ეს საჭმელი. და სანამ ეს მუშები შემოვიდოდნენ და სანამ ამ მაგიდასთან მივიდოდით, ცალკე მითხრა საპატრიარქოში პატარა რამდენიმე კაცი ვიდექითო რა, ამ რამდენიმე დღის წინო და მე უთხარიო, კაცო, ეს ალავიძეო ქრისტიანი მწერალიაო და ერთ-ერთი მომიტრიალდაო და მითხრაო, მეუფეო, თუ დანარჩენი მწერლებიო სხვა რჯულისები არიან, ისინიც ქრისტიანები არ არიანო? ამაზე რამე პასუხა არ ვიცოდიო და უცბად განგებამ მომაწოდაო აზრიო და თავი დაუუნეო რა, ცოტა ხნითო და რო ავწიეო თავი და შევხედეო, ეს კაცი იღიმოდაო, ფიქრობდა რომ მან რაღაცა ისეთი თქვა, რომ გაიმარჯვაო ჩემზეო რა და მე უთხარიო, კი, როგორ არა, ქრისტიანები არიან, მაგრამ ანას ხებს ხომ არ დავამცირებდიო და მე უთხარიო, რომ ამ კაცის ნაწარმოებებში მეტად ჩანს ქრისტეო. ასეთი პასუხი გავეცი. ძალიან საინტერესოა ცხოვრება და ძალიან საინტერესოა ერთი რამ. ადამიანს გეჭიდავება ჟამი, დავარქვათ ეშმაკი, რომელიც ყოველ წუთს ცდილობს გადაგიყვანოს გზიდან, გაგაბოროტოს და გაგამასხარაოს და გაგაუბედუროს და გაგანადგუროს სულიერად.
აღსასრულს, ავადმყოფობას და ყველაფერს ღმერთი განსაზღვრავს. მამაპაისი ამბობდა, რომ ვისაც მეტი სატანჯველი დაატყდება, თუნდაც აი ავადმყოფობის სახითო, მეტი მადლიაო. ნუ მიუდგებით ასე, რომ თამაზალავიძე საცოდავი პიროვნებაა და შეიძლება მე კი ბატონო აგერ ბინისკირა მიგროვდება ხოლმე და ახლა ზუსტად მაგ დღეში ვარ მე და რაღაცა პრობლემები მიგროვდება და თანაც ეს მუდმივად ხდება ეს პროცესი, მუდმივად არის ჩემ ცხოვრებაში და ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება ზოგჯერ გარეთაც დავრჩენილ ვარ, წამოსვლა მომხდენია იმ სახლიდან, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ადამიანებს სხვა თვალით უნდა შევხედო. მე რომ ადამიანი შევიძულო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ხელი უნდა ავიღო ჩემ სამუშაოზე. რადგან უნდა შევიძულო საკუთარი თავი და პირველ რიგში ზურგი უნდა ვაქციო ღმერთს. დავანებოთ თავი ამას და რასათქმელიც მინდოდა რომ დღეს თქვენთვის მეთქვა და რაზედაც მინდოდა მესაუბრა, ამაზე გავაგრძელოთ საუბარი. ვიქნებოდი ასე 18-19 წლის ამ ამბავს რომ შევესწარი. ეს მოთხრობა გამოუქვეყნებელი მაქვს. რამდენიმე ჩავინიშნე ეს და რამდენიმე წლის შემდეგ ამის ნახვიდან ეს დავწერე ეს მოთხრობა და დიდი ხანია ეს ჩემს არქივში დევს და მინდოდა ჩამედო რომელიღაც კრებულში რაღაც წიგნში, მაგრამ ვერ მოახერხე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს ეს გამოსაცემი ისინი და უკვე ვეღარ ვარჩევ რომელი უნდა ჩავდო სად, აღარ მინდა რომ გავზარდო ხოლმე ძალიან. აი მე უფემ რომ გამომიცა 2013 წელს იქაც რამდენიმე მოთხრობაა შესული, აღარ აქვს დიტანად რომ რაღაცა ისეთ ბევრი ჯდება ამ წიგნის გამოცემა და ამიტომ ვერიდები იცით არა ვარ ესეთი სითამამე არ ამყოფნის რომ აი ეს რამბა ბევრი და რაღაცა ადამიანს როდესაც ვხედავ რომ ჩემზე ზრუნავს იმას მეც კი არ იმაშვები პირიქით რომ რაღაცა ნაკლები მივიღო რომ არ გავაუხერხულო ადამიანი და თან არც არასდროს არ მithქვია აი ადამიანები მეკითხებოდნენ ხოლმე ცხოვრებაში რამდენი გჭირდებათ ბატონო თამას ჩემ ცხოვრებაში არ მithქვია რამდენი მჭირდება, როგორ მჭირდება. რაც თქვენი სურვილია და რაც თქვენი შესაძლებლობა, იმით დამეხმარეთ და მე რამდენსაც შევძლებ, იმდენს გამოვცემ და როგორც შევძლებ, ისე გამოვიყენებ. აი ეს იყო ჩემი პასუხი. თორე გინდა კარგია, ეხლა იმისი არ იყოს ახლა სურვილების თუ აყევი, იქამდე მიგიყვანს სურვილი, რომ მე აღარაფერი აღარ დაგაუკებს. აბა სიხარბე საიდან მოდის ადამიანის. აბა სიმდიდრისადმი ტოლვა და ეს ყველაფერი საიდან აქედან მოდის თუ სურვილებს აყევი და თუ გაყვები მოკლედ დავამთავროთ ამაზე საუბარი მე მგონი რა ვიცი გარკვევით თქვი ყველაფერი და გადავიდეთ მთავარ სათქმელზე მოთხრობის სიუჟეტზე არ მიყვარს ხოლმე საერთოდ გამოუქვეყნებელი მოთხრობის სიუჟეტის მოყოლა, იმიტომ რომ ადამიანები ჩასაფრებულები არიან ახლა თბილპურზე გაზრდილები მე ბევრჯერ მithქვამს, რომელსაც არც ტანჯვა გაუწია, არც წამება, არც დევნა, არც შიმშილი, არც უსაფრთხარობა და არც უარყოფა ადამიანებისგან და საზოგადოებისგან. ესენი არ განუცდიათ და აი ისეთი ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სიუჟეტი იქნება მოიტაცონდათ, ამაზალავიძე ან გამოსცემს ან არ გამოსცემს და მოდი ამ სიუჟეტზე რაღაცა ჩონჩხს ავაგებ და რაღაცა უსუსურ ჩონჩხს ავაგებს, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი წიგნი რომ გამოაიტყვიან თამაზალავიძემ, აი იმისგან მიითვისა ეს თქვათ იდეა და ეს ისაო მოთხრობის სიუჟეტიო.
და ამიტომ არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ იმდენად ჩავთვალე საჭიროთ, რომ გითხრათ, რომ მოდით, აი დღევანდელობამ მოითხოვა ეს თითქოს ჩემ თავში. რაღაცნაირად მკარნახობს ხოლმე, იცით, გონება რა როდის უნდა გავაკეთო. თუნდაც შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, ვიღაცისთვის მისაღები, მე ესე არ მიცხოვრია, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ადამიანებისთვის და ვინმეს ეს არ მოეწონება თუ მოეწონება, ამ მეებზე აღარ ვაკავებ თავს და არ ვფიქრობ. თორემ როდესაც აი ჩემი გუბერნატორი და მეპურე ჯორჯიან თაიმში, გაზეთ ჯორჯიან თაიმში რამდენიმე ნაწილად დაიბეჭდა, მაშინ გადამეკიდნენ ვიზე დაწერე გუბერნატორს, აღმატებულ გუბერნატორს, რომელსაც პროფესორის ხარისხი ჰქონდა, უბრალო მეპურე ინტელექტით ამარცხებს. რატომ იცით? ის უბრალო მეპურე ქრისტიანი იყო, მორწმუნე იყო, პატიოსანი იყო. და ის გუბერნატორიც არ იყო მთლად ცუდი ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გუბერნატორი იყო და აღმატებული იყო და ასეთი თვალით უყურებდა ზემოდან იმას და ღმერთი არ პატიობს ასეთი ზემოდან გადმოხედვას და ყოველთვის დაგამარცხებს ის, რომ შენ დამარცხებული გამოხვალ ამპარტავანი ადამიანი ყოველთვის და აი ზუსტად იმ ამპარტავნებამ დაამარცხა იმ მეპურესთან გონებრივი თვალსაზრისით და განადგურებული იქნა სულიერად. აი ეს მხატვარი და ვაჭარი შევესწარი, მე ხა არ ვიცი, ჩემი ხნის ხალხი მისმენთ თუ არა ახლა და ახალგაზრდებმაც მინდა რომ იცოდნენ, ჩემ დროს იყო ხოლმე ძალიან, აი იყო ხოლმე სულ რამდენიმე იყო მაგალითად ქალაქში, აი გრძელი ესეთი გასტრონომებს ეძახოდნენ, სადაც ესეთი ყველა განყოფილება იყო იქ, შოკოლადი იყიდებოდა, ნამცხვარი, პროდუქტი, ძეხვი, ხორცი, რავი, სულ ყველაფერი, აბსოლუტურად, ну, აი დღეს ჩვენ ვეძახით რაღაცა სავაჭრო იმას ცენტრს რაღაცას, ეხლა იქ გასაგებია, ეხლა მარტო ის კვების პროდუქტები იყიდებოდა და იყო დიდი უნივერმაგებიც ისინი, ну, აი ესეთი რაღაცები დაწესებულებები იყო და არის ესეთი ესეთი მაშინ მოუხვდი რა და აი ისეთი სიტუაცია არის, რომ იქ ღარიბი მოსახლეობა მაშინ ძალიან ნაკლები იყო, იმიტომ რომ კომუნისტების დროს აი ესეთი მშიერი ხალხი და ესეთი კი იყო რაღაცა ფენა, რომელიც იქ ვერ შედიოდა და ესე უხვად ვერ ყიდულობდა, მაგალითად შეიძლება ვიღაც შესულიყო ბავშვისთვის ხელფასის დროს რამდენიმე ცალი შოკოლადი აეწონინებინა და ეს რაღაცა და მშობლები თვიდან თვემდე ქარხნის მუშები და ისინი ძლივს გადიოდნენ ამ თავიანთი ხელფასით და ძირითადად აი მაინც მაღალი ფენა, ანუ მაღალი ფენა მე სულიერად კი არ გეუბნებით, მიხვდით ალბათ, აი მაღალი ფენა ყოფითი თვალსაზრისით ყოველთვის ამ იმეებში ტრიალებდა, ასე ვთქვათ, ამ სავაჭრო იმეებში და დაწესებულებებში და ღარიბი ხალხი არ შემოდიოდა აქ იმდენად. და აი აქ მოვხვდი რაღაცის აღება მინდა და ეს ქალები, ეს მანდილოსნები, ესეთი ჩაცმულდახურულები და ასე და ისე და ნუ ყველა ესეთი, ნუ ამას მიჩვეული ვიყავით, ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეს ცხოვრების ნორმა იყო მაშინ ასეთი წესით ცხოვრება და ხდება ასეთი რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და ნუ მე ვერ გავიგე რა მოხდა, ესე იგი რა იყო და ბუნებრივია ეხლა მაშინ ესე კი არ იყო დღეს რომ ყოველ ნაბიჯი ჭუბია და დავიდარაბა და ესეთი არ იყო, ნუ რაღაცა პატარა ჩოჩქოლი რო ატყდებოდა ხალხი მიდიოდა და უცბად არ ყვებდნენ, შეიყრებოდა ხალხი და ხო და ბუნებრივია, ესე იგი მეც იქით გავეშურე რა, რამდენიმე მეტრში იყო ჩემიდან და ვხედავ ასეთ სცენას. დგას კაცი ახალგაზრდას, ვერ იტყვი შუახნის კაცი, მე მაშინ პატარა ბიჭი ვარ, გითხარით უკვე და დგას ესე შუახნის მამაკაცი, რომელსაც
აცვია აი ჩვენ ბუშლატს ვეძახით გახსოვთ ეს აი ცოტა ესეთი სქელი ბუშლატი არა და არის აგვისტოს თვე ნუ ზაფხულია რა ხო და არ არის სიცივე და ის პირიქით ხალხი ნუ გახტილია და რამე ხო და აცვია ბუშლატი აცვია ფეხსაცმელები რომელიც ქუსლები აქვს ამოჭრილი ანუ აი მას რო ვეძახით რა ჩაფლოსტებული ტუფლებიო რა აი ასეთი ის აცვია და აცვია ნუ ავიჯი ძველი რაღაცა შარვალი ეს ბუშლატი შემოხვეული აქვს ამ ტანზე წვერიც მაშინ აი ძალიან იშვიათი იყო იმიტომ რომ კომუნისტები თუ სასულიერო პირი არ იყავი აი წვერი თითქმის ნუ იკრძალებოდა იყვნენ ახლა დადიოდნენ მხატვრები ვიღაცები იყვნენ ხოლმე მაგრამ სასტიკად იკრძალებოდა ეს წვერი რო ქონდა უკვე შენ ნუ არ იყავი რა ესე იგი საიმედო ადამიანი კომუნისტებისთვის მისაღები პიროვნება ხო და აი ეს გაბურძგნული ეს ჭუჭყიანი წვერი თმა და ნუ შევხედე აი ჩვენ ვეძახით აი ბომჟებს რო ვეძახით აი დაახლოებით მაპატიოს ღმერთმა აი ასეთი გარეგნობის ადამიანი მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა დღეს ეს შეიძლება უფრო მომრავლდა და აი ასეთი ადამიანი შემრჩა რომლის ირგვლივაც ხდება ეს ჩოჩხური ნუ ბუნებრივია ახლა ჯერ არა ვარ გარკვეული რა ხდება და ეს ნუ მდიდართა ფენა შემოკრებილია და ეს ყველა იცნობს ამ იქით დგას ხო დახლის იქით სადღაც იქ მოშორებით ეს ამის დირექტორია თუ ვინ არის ეს ფლობელია თუ ვიღაცა მაშინ ახლა ფლობელები არ იყვნენ ეს დირექტორი მაგრამ დირექტორი იგივე ფლობელი იყო და იმიტომ რომ კომუნისტები როგორც წავიდნენ ყველა იმ დიდი მაღაზიების და იმების მფლობელებად გამოგვეცხადნენ და ეს ვაჭარი მაინც ნუ დიდარად ითვლებოდა ასე ვთქვათ რა და დღას იქ ესეთი კარგად ნაკვები კაცი აპატიეთ ამას რომ ესე ვახასიათებ მაგრამ აი ცხოვრებისგან კმაყოფილები რო არიან და ეს ყველაფერი ესე იგი საჭმელ-სასმელი რო აქვს და ყველაფერი თავის დროზე აი ასეთი კმაყოფილი ადამიანი დგას იქით და ეს დიდართა ფენა ამას კიცხავს და ეჩხუბება და როგორც გავარკვიე ამ ღარიბს ესე იგი მოუპარია ვაშლის ჯემი და ამან რა ვიცი როგორ შეამჩნია დიდმა ვაჭარმა და დაუძახა მოდი აქო და ამოიღე და დადგიო აქ ახლა და ამანაც ამ ბუშლატი გაიწია და ეს ბუშლატი შეიძლება მაგიტომაც ეცვა რომ რაღაცა მოეპარა და ამოიღო და დადგა იქ იმასთან რა ქვია იმ დახლზეს ხო და კმაყოფილია ახლა რომ აღმოაჩინა ქურდი და წართვა ეს ჯემის ქილა და დგას ესეთი გაბადრული სახით და ეს ხალხი ეჩხუბება შეგარეწარო შეესეთო შეისეთო როგორ შეიძლება ესეთი ქცევა ასე ისე და თან იმას უყურებენ იმ ვაჭარს რომ აბა იმიტომ რომ ეს ვაჭარი ამათ პატივცემს კაცო ესენი აქ ყოველ დღე შემოდიან ესენი იცნობენ ერთმანეთს ესენი პატივცემული არიან ამ ვაჭრისაგან ეს რა ვიცი ზოგი ვიღაცის ცოლია ზოგი თვითონ ვიღაცა ასე და ამისგან ძალიან დიდად ესე იგი პატივდადებული ხალხია და ეს ხალხიც ხო უნდა გამოხატონ ამ ვაჭრისადმი დამოკიდებულება და კიცხავენ ამ უსახკაროა თუ რა ვიცი უბედური ვიღაცა მშიერი ერთი მამაკაცი დგას და რაღაცა ჩანთა უჭირავს რაღაც დიდი პარკი რაღაცებით ჩალაგებულია რა ვიცი ნაყიდი აქვს ბევრი რამე და ჯოხით დგას ესე მოხუცებული კაცია ნუ სადღაც ნუ 60 წელს გადაცილებულია თუ მეტის და რა ვიცი მოხუცია და სათვალეები უკეთია და
ეს სათვალეები დასწია და ამ ხალხს ათვალიერებს. ესენი სათითაოდ გამოდიან, ვინც დაუწყებს ამას გაკითხვას, რომ შენ ესეთო, შენ ისეთო, ასე ისე თან იმ ვაჭარს უყურებენ, აბა ესე იგი უნდა მიიღონ მონაწილეობა თითოეულმა ამის გაკითხვაში, როგორ გაწვი ვაჭარმა უნდა დაინახოს და თან ის ვაჭარიც აკონტროლებს ამას და ეს მოთხრობა ასეთია, რომ მიმდინარეობს ეს მე აღარ გიყვებით ახლა სიტყვა სიტყვით ამ ყველაფერს, ხო და რა თქმა უნდა ამასაც ვაფიქრებ, ეს კაცი აღმოჩნდა მხატვარი და რაღაცა ჭკვიანურად იყურებოდა და აღმოჩნდა რომ ხელოვანი აღმოჩნდა ეს გაუბედურებული საწოდავი ხო და არა ჰქონდა ისეთი უაზრო სახე, მაგრამ თვითონ ჩაცმულობით იყო აი გლახაკი ხო და რა თქმა უნდა ჩემნაირი ადამიანების თვალში ის არ იწევს იმას, რასაც იმ ხალხში იწევდა, რა თქმა უნდა მე შემეცოდა ის და უყურებ ახლა აქ რა მოხდება რა არის და მე ამ დროს მაყურებლის როლში ვარ, პატარა ბიჭი ვარ, მე რო გამოვიდე და ამის დასაცავად რამე თქვა, მომესევიან ესენი სულ ყველანი და ვაცდი ერთი რითი დამთავრდება და თან ახლა გაითვალისწინეთ ერთი რამე, რომ მე მაინტერესებს, ესე იგი, ეს უკვე დამაინტერესა თვითონ სიტუაცია. და მიმდინარეობს ეს კმაყოფილია დიდი ვაჭარი ამათ უყურებს, ესენი გამოდიან სათითაოდ ეს ყველა ვინც კიცხავს ეს მხატვარი დაკვირვებით უყურებს ამ თითოეულ ამადგანს და ფიქრობს, მე ვაფიქრებ ყოველ შემთხვევაში მოთხრობაში და ესეც ეწერა სახეზე, იმიტომ იყო რამდენიმე წლის შემდეგ დავწერე ამ შემთხვევიდან ეს მოთხრობა, როცა უკვე ჩამოყალიბდა ჩემ თავში ყველაფერი, ამ მხატვრის გამომეტყველება, გამოხედვა და ეს სულ ყველაფერი, რომ ესე იქმნება ნაწარმოები და როდესაც ვიღაცა კიდე უყურებდა ისეთი თვალით, შენ რა იცი ქალბატონო, რა არის შიმშილი. ახლა მეორე გაკიცხავდა, ახლა მეორეს ამას იფიქრებდა და ნუ ამას ვაფიქრებ ამ მხატვარს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ და მიაქციეთ ყურადღება, მისი გამომეტყველება ამას ამბობდა და ამას მეუბნებოდა. ეს მოხუცებული ჯოხზე დაყრდნობილი კაციც ამ ყველაფერს აკვირდება. და ამ ჩანთას თუ რაღაცას ამ სავსე იმას პარკს ერთი ხელიდან ხან მეორეში ინაცვლებს და დგას და უყურებს ამ ყველაფერს და ბოლოს რომ არ გავაგრძელო ბევრი ხდება ასეთი რამ, რომ როდესაც ყველამ გაკიცხა ეს მხატვარი, როდესაც ყველამ თავისი სიტყვა თქვა, როდესაც ყველამ შეხედა ამ დიდ ვაჭარს, რომ ეს უყურეთ, ესე იგი, როგორ გამოუვიდა მას, როგორ დაეხმარა მის სამფლობელოში ეს რა გაბედა ამან, რომ ეს ვაშლისჯერი მოიპარა მშიერმა და ამან ესე ყველამ რომ სათითაოდ მიიღეს უკვე მონაწილეობა და თითოეულმა გამოხატა ამ ვაჭრისადმი დამოკიდებულება, ამის გაკიცხვით ხდება ასეთი რამ, რომ კმაყოფილი ვაჭარი იხმობს ამ მხატვარს. მოდი აქ ბიჭო შენ ასეთი მიმართვით, აი აგდებული მიმართვით. და ეს უსიცოცხლო ფლარტუნით მივა ახლოს ამ ვაჭართან. და ეს ვაჭარი ჯერ გადახედავს იმ საზოგადოებას, ეგრეთ წოდებულ საზოგადოებას, რომელსაც ვერასოდეს ვერ გაუგე და არასოდეს არ შემეძლო გამეგო ესეთი რამ მათი აზროვნება. ამიტომაც ვარ მიუღებელი ვიღაცისთვის და ვიღაცეებისთვის მთელი ცხოვრება. და მეც ვიბრძოდი და ვებრძოდი იმათ და რა ვიცი, ბევრს აღარ მინდა ლაპარაკი ხოლმე, მაგრამ ბევრს მოხვედრია. სანამ ახალგაზრდა ვიყავი. სხვაგვარად ვერ მოექცევი ამათ. ხო. და როგორ შეიძლება ახლა მე მიღებული ვიყო იმათთვის, რანაირად უნდა ვიყო მიღებული. და აუძახა ამ დიდმა ვაჭარმა და ეუბნება შენ ბიჭო ნამუსი არა გაქვს, ხო? ხო? რა თქვა უყურეთ ახლა? რა აღმოჩენა გააკეთა? დიდმა ვაჭარმა როგორი ინტელექტუალური პიროვნებაა, რომ ეს რა თქვა? თან გადახედა ხალხს, რომ აი
რა უთხრა ამას, რომ შენ ნამუსი არა გაქვს, ესე იგი ამან რომ შიერმა მოიპარა და უყურება მხატვარს და იცით რა მოხდა? ახლოს მივედი უკვე, სადღაც რამდენიმე ნაბიჯში და შევყურებ გვერდიდან და ყელზე ძარღვები ამოებერა. თვალები შეუსველდა. კანკალმა აიტანა ამის თქმის შემდეგ და იცით რა უთხრა იმ დიდ ვაჭარს? მე ნამუსი დავკარგეო, მაგრამ შენ არასოდეს არ გქონია იგიო. ხედავთ რა თქვა? გაისუსა ყველა და წარმოიდგინეთ ეს ამ მოხუცმა კაცმა, ესე იგი სათვალე მოიხსნა და ხან იმ ვაჭარს უყურებს, ხან მხატვარს უყურებს. ამ ხალხსაც გადახედა. ესენიც გაისუსნენ და აი ამ დროს მიბრუნდა ეს მხატვარი, ცოტა ხანს კი უყურა ესე აი ზიზღნარევი სახით, გამომეტყველებით. ვაჭარი დადუმდა. რაღა უნდა უთხრა ამის შემდეგ? რაღა უნდა თქვას, აი რა? და მიბრუნდა ეს მხატვარი და ამ ფლარტა ფრუგდით წავიდა კარისაკენ. გავაყოლე თვალი და ეს კაცი დაედევლა, ეს მოხუცებული კაცი. როგორ შეეძლო ჯოხით და იმით აჩქარებული ნაბიჯი დაედევლა და მეც მივყევი უკან. რა ხდებოდა? მხატვარი უკვე კარგად გაცდენილი იყო კარს, რომ ეს კაცი კარში გავიდა და დაუძახა ერთი წუთითო და მობრუნდა მხატვარი. და ეს კაციც მივიდა და იქ რაღაც პატარა ისეთი ადგილი იყო, იქ გაიხმო ერთი წუთით თუ შეიძლებაო. და მეც გავედი და შორი ახლოს დავდექი და ისე რომ ხმა გავიგო, თან ამათ მოქმედებებს ვაკონტროლებ. ეს კაცი ეუბნება, რომ მე პენსიონერი ვარ და მთელი ცხოვრებაო სკოლაში მუშაობდი მასწავლებლად, ისტორიას ვასწავლიდი ბავშვებს. ცოლი გარდამეცვალაო რამდენიმე წლის წინო და მარტო ვცხოვრობ და ჩემი პენსია, ამ მხატვარს ელაპარაკება, და ჩემი პენსიაო ყოფნისო მეო და იცი ხანდახან მრჩება კიდეცო. მე ახლა რაღაცა პროდუქტები ავიღეო და მოდიო ძალიან გთხოვ შუაზე გავყოთო. როგორ ვთქვა, რომ იმ მხატვარმა ნამუსი დაკარგა? უბრალოდ ცხოვრებამ აიძულა ის, რომ ასე მოქცეულიყო. თორემ მე ვხედავდი მის თვალებში, რომ უხერხულად იყო. ამ მამაკაცმა, მოხუცმა მამაკაცმა 2/3 გადადო იქით და სხვა პარკში ჩაულაგა და გაუწოდა ერთი წუთით არ წახვიდეო. ჯიბეში ჩაიყო ხელი და 2 ცალი 10-მანეთიანი ამოიღო. აი ეს დამრჩაო და მოდი ესეც შუაზე გავიყოთო.
ამ დროს ამით კი არ მთავრდება, ეუბნება, ახლა მე გეტყვი შენო, ჩემს მისამართო და კარგად დაიმახსოვრეო. როდესაც მოგშივდებაო, არ შეგრცხვესო, მომაკითხეო, დღე იქნება თუ ღამეო, არ აქვს მნიშვნელობაო. რას ვფიქრობდი, იცით? სახარებისეულად ყველა ასეთი მიუსაფარი, ყველა ასეთი გლახაკი, ყველა ასეთი უბედური ამ ქვეყანაზე, ვინც არის სახარება გადმოგცემს, რომ მის გვერდით არის უფალი. და ვფიქრობდი, რომ ეს კაცი თავად უფალს აძლევდა ამ ყველაფერს. ასია, ჩემო ძვირფასებო, ერთი წიგნი მაქვს გამოცემული 2000 წელს გამოვიდა, სიკეთე გადაარჩენს სიცოცხლეს და იქ ერთი მოხუცებული კაცი ამბობს, რომ კაცი დავბერდი, კვდები და სიკეთის ფორმა ვერ გავიგე როგორ უნდა ვაკეთო. რა თუნდა ამას ცოდნა, გეუბნება თავად უფალი, დაფარულში გააკეთეო და ცხადში მოგაგებს მამაო. ჩვენ აუცილებლად მე ვთქვი კიდეც, აბა, მე ცოტა ისეთი სადმე ვიდგე, კიდევაც ავთქვი, რაო, ნახევარი საქართველო გამოცვივდებოდა ჩემს დასახმარებლად, იმიტომ რომ გამოჩენილი იყვნენ, რომ ამ სიკეთეს აკეთებენ. აი ეს არის ქრისტიანობა საქართველოში. აი ასე ესმის უმრავლესობას. თორე განა არ არიან კარგი ხალხი. უბრალოდ მე ვერ შემხვდნენ, სულ 1400 კაცი მისმენს არც კი და როგორ ვიფიქრო, რომ მთელი საქართველო ასეთია. არა, ბატონო, ქალბატონებო და ბატონებო, კარგი ხალხი ბევრია, უბრალოდ მე არ შემხვდნენ ამ დროს, თორე როგორ შეიძლება შემძულდეს ადამიანი და ვთქვა, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომ გვერდში დამიდგნენ. მაგას ვერ ვიფიქრებ მე. მარტო მაგიტომ თუნდაც სხვა აზროვნება რო არ მქონდეს და არ ვიცოდე სახარება და არ ვიცოდე ღვთის არსებობაზე არ მქონდეს წარმოდგენა. ასე რომ ნუ ინერვიულებთ, ჩემო გამომწერებო. დაწერეთ ხოლმე კომენტარები, ვიცი, ვინც წერს და ვერ მეხმარება, ის გაჭირვებულია. ამაზე თქმაც არ მინდა. და არ იფიქროთ, რომ თამაზალავიძეს რადგან არ ეხმარებიან, ესე იგი საქართველოში არავინ არ ვარგა. ეგ არ იფიქროთ. კარგი ხალხი ძალიან ბევრია, აბა როგორ უნდა გადავრჩეთ. უბრალოდ ვერ გაიგეს, მაინდა-მაინც ჩემთან არ აღმოჩნდნენ მოცემულ მომენტში. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ. ვიცხოვროთ სიყვარულით. ეს ამ წუთის სოფელში მალე დამთავრდება ეს, ყველასთვის მთავრდება სადღაც და სიყვარულით შევეგებოთ ღმერთს. სიძულვილი არ შეუშვათ გულში, თორე ჩვენთვის იქნება საზიანო. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ჭამრთელობას და ბედნიერებას გისურვებ.